ძირითადად ტრანსპორტია. ეხლა როგორ რაღაცა იცით ჩვენ ეხლა ალილოს ბიჭები ხშირად ვქეიფობთ ეხლა ალილოსთანაც ისეთ ცალკეც რაღაცა და ძირითადად პურმარილები არის რესტორნებში რა. რესტორნებში არის ხოლმე და ძალიან მოგვენატრა ეს ოჯახის პურმარილი, გაიგე? ოჯახში ხო აი რაღაცა სხვა ურთიერთობები რაღაცა და ერთ მაგარ ოჯახში მოხვდით და ივე ჭერის ახთა მიდის სერიოზულად და მეც დავლია ხა იშვიათად სვაო რა და დავლია და ყველამ დალია რა. ვიკავებთ ხოლმე თავს, იმიტომ რომ ყოველ დღე ასეთ სიტუაციაში ვართ და არ ვსვამთ ხოლმე, მაგრამ ხანდახან ხო არო გაგეხსნება და რაღაცა და ბოლომდე და ბიჭო, დილით ვარ წასასვლელის რაღაცა დასავლეთში კონცერტი გვაქვს ზუგდიდში თუ რაღაც არ მახსოვს ზუსტად რა და რო გავიღვიძეთ ხო ისეთ სიტუაციაა რომ მანქანაზე ვერც ერთი ვერ ვჯდებით რა ჭკუაზე არა ვართ არც ერთი ადეკვატურები არა ვარ და ერთმა ამოილიღლუღა რომელიღაცა მოდი ვიქირაოთო რა ისაო რა სამარშრუტო ისაო რა რაღაცა ვიქირაოთო გიამ გადარეკა გადმორეკა მთელი ამბავი და ერთი კაი კაცი ლამაზი საყვარელი ადამიანი ქართველი კაი კაცი მძღოლი თავისი გაწკრიალებული იმით მარშრუტკით რაღაცა შევიკრიბეთ ძლივს რაღაცა 2 საათის მერე და ჩავსხედით. მე ვზივარ წინ და არაადეკვატურია არც ერთი ხმა არის მის ჩამიჩუმი վել ლაპარაკ მოძრაობები შენელებული მოძრაობები აქვთ რაღაცა იქეთ-აქეთ ზოგს ძინავს ზოგს რაღაცა და მეც აი ძილბურანში ვარ რაღაცა ისე და გორს რო გავწდით იქ რაღაცა რო არის გასაჩერებელი ვიღაცა მამოილუღლუღა რო ან ყავა ან ლუდი მაინც დავლიოთო რო რაღაცა ისაო და კაი და გავაჩერეთ ეხლა და ჩამოვდივარ მეც რა და შევდივარ ბიჭო და შემხვდა ვიღაც კაცი რომელიც არის ძალიან ნაცნობი სახე აქ რა და რაღაცა ვერც გავიხსენე ვინ არის რა ეს კაცი და აი ძალიან მინდა რომ გავიხსენო და მოვეფერო რა კაი ხასიათზე ვარ თან კი ვარ გათიშული რაღაცა და მინდა რომ უთხრა რა რომ აი და რაღაცა და შემოვატრიალე და საიდან მეცნობი მეთქი რა რო კითხა და მე მარშრუტკის მძღოლი ვარ მეთქვა ურამა ბევრი დაგილევია თვა თან წინ ვიჯექი ასე ხარ სულ უყურები მაგალითად